მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, წარმატებული და ბედნიერი დღის გისურვებ თითოეულ თქვენთაგანს, ვინც ახლა უყურებთ და უსმენთ ამ ვიდეოს. თქვენ ხართ მარის ტაროლოგიის გვერდზე და აქ შეხვდებით ბევრ საინტერესო საჯარო გაშლებს. მათ ვინც დაინტერესებული ხართ ტაროლოგიით, ტაროთი, საჯარო გაშლებით, ნუმეროლოგიით, შეგიძლიათ რომ შემომიერთდეთ, გამოიწეროთ გვერდი, მოიწონოთ ის ვიდეოები, რასაც ნახავთ, ეს ძალიან დამეხმარება. ვერადად მე რომ უფრო კიდევ მეტი ვიდეოები ჩავწერო თქვენთვის. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გაშლას, ეს იქნება ესეთ კითხვაზე, აქვს თუ არა ურთიერთობას ნეგატივები. ნეგატივები ეს ჯადო, რასაც ვეძახით, ხო? პირადი კონსულტაციების დროს გოგონები არაერთხელ მომართავენ, ესე ვთქვათ, აი ამ კითხვით, რომ არის თუ არა რაიმე ნეგატივები და აქვს თუ არა ურთიერთობას ჯადო, ეგრეთ წოდებული. და მოკლედ ეხა ის კითხვა ესე საჯარო ფორმატშიც მინდოდა რომ ჩამეწერა თქვენთვის. შეგახსენებთ რომ ეს არის ზოგადი გაშლა და თუ თქვენ პირადად ამ საკითხზე გსურთ კონკრეტულად დიაგნოსტიკა, შეგიძლიათ რომ მომწეროთ პირად შეთხობინებაში, გაშლა გავაკეთეთ როგორც კონკრეტულად ესე ერთ კითხვაზე, ასევე რამოდენიმე კითხვაზე, ხო? შეგიძლიათ რომ მომწეროთ Facebook გვერდზე ან Instagram გვერდზე. რაც შეეხება ამ გაშლას, გვაქვს ჩვენ 5 შესაძლო ვარიანტი. ის ადამიანები, ვინც ხართ ურთიერთობაში, ან უცებ ეს ურთიერთობა გაფუჭდა, რაიმე ცუდი მოხდა, უცებ ჩამოიშალა ურთიერთობა და გაქვთ ეჭვი, რომ ამაში რაიმე სხვა წურებია, ესე რომ ვთქვათ, გარდა ყოველდღიური გამოწვევების და პრობლემებისა, რაც აქვს ურთიერთობას და გაქვთ, ან ერთხელ მაინც გიფიქრეთ, რომ მე ამ ურთიერთობაში ჯადო ეს ნეგატივები ხომ არ აქვს. ნახოთ ახლა მივიღოთ პასუხი. ეს იქნება მარტივი გაშლა, კიდე არას პრინციპით გიპასუხებთ, არის თუ არა ნეგატიური ზემოქმედება თქვენს ურთიერთობაში. დავიწყებ მე პირველი ვარიანტის წაკითხვას და პირველ ვარიანტში რეალურად ვერ ვხედავ იმას, რომ ამ ურთიერთობაზე რაიმე ნეგატივები იყოს, აქ უფრო ამ თქვენს მეორე ნახევარს აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ შეიძლება არ იცოდეს როგორი ურთიერთობა უნდა და რა ურთიერთობა უნდა და ერთხელ შეიძლება უნდადეს ურთიერთობა და მეორე დღეს არ უნდადეს ურთიერთობა, ეს მოცემულობა უფრო შეიძლება ჰქონდეს ამ ადამიანს, ვიდრე ის, რომ ეხლა ამ ურთიერთობაში რაიმე სახის ნეგატივები არსებობდეს. არა, მე აქ ნეგატივებს ნამდვილად ვერ ვხედავ. მეორე ვარიანტის შემთხვევაში წარსულში იყო ნეგატიური ზემოქმედებების იმასა რომ გითხრათ. ოღონდ ეს არ იყო ძალიან ძლიერი ნეგატიური ამბები. ეს ნეგატიური ჩარევა არ იყო ძალიან ძლიერი, ესე ვთქვათ, მსუბუქი იყო, მაგრამ ამ ყველაფერმა გაიარა და ჩაიარა. არ შეიძლება თქვენი ურთიერთობის დარღვევაც გამოიწვია და ნგრევაც გამოიწვია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა მეტებს აღარანაირი ნეგატივები არ მოქმედებს, თუმცა წარსულში ამ ურთიერთობას აშკარად ჰქონდა ნეგატივები. მოდი ახლა ვნახოთ მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტში ვიტყოდი, რომ არ აქვს ურთიერთობას ნეგატივები, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს თქვენს ურთიერთობას ნეგატიურად. აი, ცუდი თვალით, ესე რომ გითხრათ პირდაპირ. თითქოს სულ ვიღაცები ჩასაფრებულები არიან, ესე რომ ვთქვათ, რომ ცუდად შეხედონ ურთიერთობას, რაიმე ცუდი და უსიამოვნო დაინახონ ამ ურთიერთობაში. ნუ ეს მოდის მოკლედ აქ ამ შემთხვევაში, ასე რომ ეხლა არანაირი ნეგატივები არ მოქმედებს, როგორც უკვე ვთქვი, მაგრამ აი ძალიან ბევრი ადამიანის ცუდი ენერგეტიკა აზიანებს თქვენს ურთიერთობას. მეოთხე ვარიანტში ვიტყოდი, რომ არანაირი ნეგატივები არ აქვს ამ ურთიერთობას, არც წარსულში არ ქონია ნეგატივები, არც რაღაცა ამ ეტაპზე არ უჩანს, რომ ნეგატიური ზემოქმედების ქვეშ იყოს თქვენი ურთიერთობა, ესე მარტივად და მოკლედ ჩამიწერო რომ გიპასუხოთ, რომ აქ მსგავსი არაფერი არ მოდის. ემოციურად შეიძლება უყურებდეთ ამ საკითხს, ემოციურად შეიძლება აღიქვამდეთ ამ საკითხს, ეს არის და ეს. ნეგატივები ნამდვილად არ გვაქვს. ბოლო მეხუთე ვარიანტის შემთხვევაში ვიტყოდი, რომ ცდილობა იყო ნეგატივების, რომ ამ ურთიერთობაზე გაკეთებულიყო, მაგრამ ამ ყველაფერმა ვერ და არ იმოქმედა. ანუ ვიტყოდი, რომ ეხლა არანაირი ზემოქმედებები არ არის, მაგრამ ამის მცდელობა ვიღაცის მხრიდან ნამდვილად იყო, რომ რაიმე ნეგატიური ჩარევა ყოფილიყო და მომხდარიყო ამ ურთიერთობაში, თუმცა ეს ყველაფერი აი არ გამოვიდა, არ შედგა. აი ეს შემიძლია ვთქვათ, ასე რომ მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ მოქმედებს არაფერი, მაგრამ ცდილობა იყო. ეს იყო ჩამოკარგებო გაშლა. თუ ვინმეს გაქვთ მსგავსი ეჭვი თქვენს ურთიერთობაზე, შეგვიძლია რომ პირად კონსულტაციების დროსაც გადავამოწმოთ. მე კიდევ წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებ თვითონ თქვენთაგანს, ვინც ახლა უყურებთ აი ამ ვიდეოს ბოლომდე.